აი ექსპერტთა კლუბში განხილვის დროს, იქ ნაციონალური მოძრაობის ატრიბუტიკაც კი იყო მიტანილი, რომ თორმეტში პარადი გამართულიყო ცხინვალში და სწორედ ამიტომ უტევდნენ ცხინვალს და არა სხვა ობიექტებს, რომელიც ალბათ სამხედრო თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვანი იყო. მათი განმარტებით ვამბობ, მე სამხედრო ექსპერტი არ გახლავართ, ამიტომ პროფესიულ დონეზე ამაზე მშენებლობა არ შემიძლია. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა დათარიღო რუსეთთან ომისთვის მიუხედავად ჩვენი სამხედრო რიტორიკისა, სარეკლამო რგოლებისა, როგორც ძლიერი არმია გვყავს და ასე შემდეგ. აბსოლუტურად არაფერ შუაში არ არიან ამ მარცხში ჩვენი რიგითი ჯარისკაცები, თუმცა უმაღლესი ხელმძღვანელობა და სამხედრო ხელმძღვანელობა მათ შორის რა თქმა უნდა პასუხს აგებს იმაზე, რაც მოხდა. ის რომ ჩვენ დავუმარცხდით ფაქტია, ამაზე სასაცილოც კი არის სერიოზული მსჯელობა, თუ გავიმარჯვეთ, რატომ დგას რუსული არმია ცხინვალის რეგიონში, რატო დაემატა ოკუპირებულ ტერიტორიებს ახალგორის რაიონი, კოდორის ხეობა და ასე შემდეგ. და რატომ ასრულებდა ჩვენი პრეზიდენტი თუნდაც რიგითი რუსი ოფიცრის მოთხოვნებს ამ საომარი ეს ძალიან სასაცილოა, როცა მეუბნებიან სახელმწიფო არ ჩამოიშალა. არ ჩამოხდა ბატონებო, როდესაც ქართული სასამართლოს მიერ გასამართლებული და სამშობლოს ხალხში ბრალდებული, სწორია თუ არა ამას თავი გავანებო, ბრალდებული გენერალი დუმბაძე, რომელიღაც რუსი ოფიცრის მოთხოვნებს გადასცეს რუსეთის მხარეს. თუმცა თვითონ გენერალი დუმბაძესთან ინტერვიუ ყოფილა ალიაში, მაგრამ კითხავს მიწესოვის ამბობდა, რომ როცა გადასცემდნენ, ამბობდა, რომ ოღონდ მათ არ გადამცემდა, რაც გინდათ ის მიყავთ. ხო, ესე იგი საადასიგი ასრულებდა ჩვეულებრივი რუსი ოფიცრის მოთხოვნებს. ეს არ გავადგა მაქედან, სანამ დუმბაძეს არ მოიცემ თემანთხო და ამანაც შეუსულა. ამ დროს სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს. ეს არ ადასტურებს სახელმწიფოს ჩამოშლაზე არ მიუცითებს. ის ძალიან პოპულარული გახდა. ქრონიკაში Absolutно, შეწყალების აქტით გაუთავისუფლება და შეწყალება. როგორ შეიძლება გაანთავისუფლოს? როგორ შეიძლება სამშობლოს ღალატში ბრალდებული შეიწყალო, მით უფრო მას მიჯილი აქვს სამუდამო პატიმრობა. თან ამ შეწყალებაზე ხონას არ დაუწერია. მან არ იცოდა თურმე რას უპირებდნენ რომ გაიყვანეს საქმიდან, მისი ინტერვიუდან ასე იყო. მეორე მაგალითი ხომ, აი ეს ცნობილი გზა სომხეთის მთავრობას რომ უნდა, ხო? არქიპელია მგზის თაობაზე მიდის ლაპარაკი და 19 წელს ქართულ-სომხური ომი ამ გზასთან იყო დაკავშირებული. 100 წლის განმავლობაში სომხეთის მხარე იცხოვდა იმას, რაც მიხეილ სააკაშვილმა ერთი მოთხოვნით შეუსრულა შეშინებულმა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის მოთხოვნა ცოტა მუქარასაც გავდა მაშინ, როდესაც ჩვენ სამხრეთით სომხეთის ტერიტორიაზე არსებობს რუსული არმიული დაჯგუფება, ეგრეთ წოდებული ზაკვახო ფაქტობრივად სომხეთში გადავიდა, ბუნებრივია ეს მოთხოვნა მუქარასაც გავდა. კი არა, მე ვფიქრობ, რომ მუქარა იყო. ერთ წამში იქნა წარმოწერილი ეს შეთანხმება. ასე რომ სახელმწიფოს არ ჩამოშლაზე ლაპარაკი ცოტა ნაადრევი მგონია, მე ძალიან რბილად მინდა ვთქვა. დღეს ჩვენ გვაქვს სახელმწიფო, რომელიც არაფერს არ ჭამს. ჩვენ მაგივრად წყვეტებთ ჩვენ პრობლემებს. ბუში, სარკოზი, მედვედევი, პუტინი, ხეზბოლა, ნიკარაგუა, ევროკავშირი ვინც გნებავთ საქართველოს ხალხისა, ქართველი ერისა და საქართველოს ხელისუფლების გარდა ყველა ჩვენ წყვეტს დღეს, რომელ სახელმწიფოზე ვლაპარაკობთ, რომელსაც არ შეუძლია ელემენტარულად გარკვეულ ქმედებები ჩაიჯინოს, ააკეთოს რაღაც და მე ამაზე პასუხი აგოს ისე როგორც წესია. ყოველ დღე იცვლება ვერსიები იმის შესახებ, ესე იგი, ვინ დაიწყო ომი, ვინ შემოვიდა პირველი, ჯერ იყო კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა, მერე აღმოჩნდა, რომ თურმე ოკუპაცია იყო დაწყებული და ჩვენმა პრეზიდენტმა აი ამ წესრიგის აღდგენა გამოგვიცხადა და არასამამულო ომი რუსეთის წინააღმდეგ, ხო? ყველაფერს აქვს თავისი მნიშვნელობა. მას მერე რაც კაპიტულაციას მოვაწერეთ ხელი, ხო, აღმოჩნდა, რომ რუსები იყვნენ შემოვლებული. ეცუც არ მეპარება, რომ ეს ასე იყო. მაგრამ როცა საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა უცხოეთში ისწავლებს, ხო? ეს ნიშნავს, რომ ინფორმაცია მანამდე ეთყობა არ ქონდათ. თორე უცხოელებს სწორედ ამას ამბობენ. თუ რუსი შემოსული იყო, რატომ თავიდან მიარჩა. აი ამაზეა ლაპარაკი, დამარცხებასა და სახელმწიფოს ჩამოშლა არ ჩამოშლის თაობაზე. ის რომ სააკაშვილი თავის კაბინეტში ზის ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო
არ ჩამოიშალა ტერმინები ისგან ამოხსავებული, რომ უფრო გასაგები გახდეს გასაკითხზე ვსაუბრობ. აი ვეტერანი რომ ეს საქართველოს ვეტერანის განდებით ქართული ეროვნული გამოსაცვლელი მოძრაობის და მე ხარ რეკლამას ნამდვილად არ გეკეთებ ყველას ვახსოვს თუ კი არჩევნები პირველი რაღაცის მსგავსი եղება საქართველოს ისტორიას ჩვენ იყავით შემოქმედსაგანი დასი იყავით შემოქმედსაგანი კანონისა შეიძლება ითვლება ხოთენის ერთ-ერთი პატიოსანი არჩევნები სადაც ფერი საარჩევნო კოდექსის გასწორებულ ესე ვთქვათ გააყრიალებული დებულებით შესულა და ერთადერთი შემთხვევა იყო ჩვენ როდესაც ეს არ არის არჩევნები არჩევნებში აი ეს არჩევნო კოდექსი ხანი გაწერილი არის აი მოდის ეს მარტო ის საარჩევნო კოდექსი არა ჩვენი საარჩევნო კოდექსის ანალოგიები გაკეთდა მე აღმოსავლეთ ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში ტერმინოლოგიაც კი გადაღებული აქვს მათ შორის მცდარი ტერმინოლოგია მაგალითად რუსეთში არსებობს ფრაქცია მაჟორიტარი არასწორი დასახელება იმისა რასაც ჩვენ მაჟორიტარულ ეგრეთ წოდებულ მაჟორიტარულ ოლქებში ირჩევთ ის ერთმანდატიანი ოლქებია და მეტი არ არის და ამ პროექტი მოამზადებს და მახსოვს ყოველთვის დავიოდით შეატაყვეთ ყველა ხოთონება დაიმსახურა ეს რომ არავის არ გავუსაჩივრებია დავით მარტო კანონი არ იყო საარჩევნო კანონი დასის შემოქმედება იყო ის კონსტიტუციური ცვლილებები საბჭოთა პერიოდში როდესაც მექანიზმი ჩაიდო თავისუფალი გასვლის უფლების რესპუბლიკის თავისუფალი გასვლის უფლების რეალიზაციისა დასის შემოქმედების შედეგი იყო 9 მარტის აი ამას გავახსენებ რომ შეიცვალა კონსტიტუცია იმაში დასის შემოქმედების შედეგი იყო 9 მარტის ცნობილი დადგენილება, როდესაც კომუნისტების ხელისუფლებამაც კი აღიარა, რომ საქართველო ანექსირებული იყო და ოკუპირებული და იქ მთავარი მუხლი ეწერა ბოლო. დაიწყოს დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები საბჭოთა კავშირის უმაღლეს ხელისუფლებასთან ანექსიის შედეგების ლიკვიდაციის თაობაზე. რაც ნიშნავდა ეს თუ არა. ეს ნიშნავდა იმას, რომ დაიწყოს მოლაპარაკება საქართველოს კავშირიდან გასვლის თაობაზე. ეს მეც არაფერს არ ნიშნავს. იმ დადგენილებით გაუქმდა ყველა გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა შეიქმნა. ეს კომუნისტების პირობებში აკეთა ეროვნულმა მოძრაობამ პირდაპირ თქვათ ასე, იმიტომ რომ გარედან რადიკალური ოპოზიცია უჭერდა ამას მხარს, შიგნიდან ჩვენ მუშაობდით, ჰქონდა მისასვლელი გზა ხელისუფლებასთან, მაშინდელ ხელისუფლებასთან და ეს ორი კომპონენტი ერთად აკეთებდა სულიად წარმოუდგენელ რამებს საბჭოთა კავშირის არსებობის პირობებში. ბაზარეზო, სწორედ აი ამ შესავალით მინდა ფარდი გამეცვა, რომ ჩვენ აზგუშინ დაიწყო ზოგიერთი ქვეყნის დასაჭირებლე ფიქრი და აზგუშინ წინ დაიწყეს ქვეყნის კანონო შემოქმედებაზე ფიქრი, როგორც 95 წლები გონიათ ამას კანონ შემოქმედები ზენით და ამას ნახევარი კანონებია სულ მიღებული. ის თქვა და რატო გეკითხებით ამას. საინტერესო რამ ხდება ის თავად იმ რეჟიმის წიაღში ძალიან ბევრმა ადამიანმა ძალიან ბევრმა იგივე ხელისუფლებაში ხდებოდნენ ეს რეჟიმი რაღაცა სიმახინჯის მედია და კომპრომისებზე წავიდნენ და ის რაღაც დემოკრატიული რაღაც მოძრაობის მსგავსი რაც საქართველოში იყო და სხვა რესპუბლიკებში ამოხეთქა წამოვიდა და აპატიეთ რა თქვენ ელოდით რა ეს ავტოკრატული და კრეტინულ სახელმწიფოს მიიღებდით რომ გვატყულებენ საგრებულონზე მოვიდეთ გვატყულებენ რომ სამართლების სახელმწიფოა ამ არა სამართლების სახელმწიფო აი შარმაიძეს და იმის კვლევა მიქცა პოლიტიკები და ახალ მოხდა გუშინ მოხდა და გუშინ არა ვარ აი საიტკენაც მიდიოდი რისკენაც მიდიოდი ის არ მივიდა რაღაც უცნაური ქვეყანა ამერკულებს ნებისმიერ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანას შეუძლია რაღაცით იამოყოს წინ თავები ჩვენ რაში თავებით ეს კი სოციალაპარაკ რისმენით რეალურად რატო ვახეთ ეს ქვეყანა არის ავტოკრატული დავარქვა ტოტალიტარული ხაცა ის ცუდი ქვეყანა ცუდია ბატონო მე მოსაგრებას გეტყვით ამ საუბარზე შეიძლება ეს